გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება, წარმატება. დავიწყოთ, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ნევადაში, ვტოვებთ ლას-ვეგას და მოგვიწევს კალიფორნიისკენ, კალიფორნიის უდაბნოს გადაკვეთა. ამ დროს რას ვაკეთებთ ჩვენ? შეძდების დაგვარად საინტერესო თემებზე საუბრობთ. მე წინა ვიდეოშიც გითხარით, რომ იმდენი აზრები და იმდენი ისინი მომდის, მაგრამ აი ესეთ სიტუაციაში უფრო კარგად გადმოცემ ხოლმე ახლა, იმიტომ რომ მიდიხარ ამ ტრამალებში, იმეებში და 1000 რაღაცაზე ფიქრობ და მე ჩემ აზრებს გიზიარებთ. მანდელი თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთ თემებს ვეხებით, რომელიც ყველას ჩვენ გვეხება, მაგრამ ესეც სპეციფიკური თემა, ასე ვთქვათ, ჩემებურად მინდა ვთქვა, ესე იგი, კითხვა, ესა კითხვა კი არა, საკითხი, რატომ ვერ ვახცევთ წარმატებას ცხოვრებაში, ხო? ეხლა 1000 მეთოდებია, ლექციებია, როგორ წარმატება რა არის? წარმატება არის, თქვათ, ფინანსური, რა ქვია იმას, თანამდებობრივი, პოლიტიკური, ხო? ყველასთან ეს რაღაც ისე უერთდება, აი ბედნიერებას უერთდება იმას და ეს თემა იმდენად ზოგადია, მე ხლა კი ვილაპარაკებ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ თემაზე კიდევ მოგვიწევს ლაპარაკი, უფრო წყნარ, უფრო აკადემიურ სიტუაციაში, მაგრამ აქაც ჩვენებურად თქვათ. ესე იგი, შეიძლება ცოტა ამ ბევრი ისინი მოვიტანო, ბედნიერება, სიყვარული, სიმშვიდე, აი ერთიანად არის, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი წარმატებას უკავშირდება. წარმატება, თქვენ იცით ჩემო მეგობრებო, რომ ჩემთვის ბედნიერება და წარმატება და ალბათ დამეთანხმებით არის ჰარმონია, ურთიერთობა, წარმატება და იქიდან, როცა ურთიერთობაში წარმატება ნორმალური გახდა ჰარმონიაში ხარ, თავისთავად ფინანსური, ოჯახური, სიყვარული, მეგობრული ეს ყველაფერი გვარდება. და როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ ჰარმონია არ დაირღვეს, ჩემი აზრი და ამაზე ბედნიერება და ამაზე კარგი უნდა იყოს. კი, არის 1000 პრობლემები, 1000 რაღაც გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ როდესაც ამას შვიდად, წნარად და ყოველგვარი სიმშვიდისა და სიყვარულის გარემოში აგვარებ, ეს ყველაფერი გვარდება. და მეც ახლა ჩემებურად ბოდიშიც ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ჩემი ეს ლაპარაკის სტილი არ მოსწონს, მაგრამ რაცა ვარ ეს არის და ვისაც უნდა მოსმენა და გაგება, მე შევეცდები რომ გავაგებინო და ასე ვთქვათ არ გავაწვალო ბევრი ფიქრები და ბევრი ასე ვთქვათ ტვინის ჭყლეტით. ეხლა მე ხშირად ეხლა ხوارი 1000-ებია როგორ უნდა მიიშოვო, მილიონი როგორ უნდა იშოვო, წარმატებას როგორ უნდა მიაღწიო და აი ხშირად ალბათ თქვენ დამეთანხმებით, აი ლექციები ხო ტარდება ხოლმე, აი მაგათ ლექტორები ყვებიან, აი მენეჯმენტში როგორ უნდა მიაღწიო წარმატება, როგორ უნდა ფინანსურად როგორ წახვიდე და მერე გადის დრო და სტუდენტები არ მოგისმენიათ ეს ლაპარაკი. ამდენი თუ იცი თვითონ რატო ზიხარო ახლა და ლექციებს კითხულობ და ხელფასიდან ხელფას ელოდებიო, ხო? ან ასეთი რაღაცა კიდევ ლიტერატური და მწერლები ხო ბევრი არ არიან, მაგრამ არიან ძალიან ბევრი კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ, აი ესე განიხილავენ თემას, იმას და მე ვფიქრობ, კაცო, ამდენი რაღაცა თუ იცი და ამდენი მინუსი და პლუსი იცი იმ ნაწარმოების, შენ თვითონ რატო ვერ წერ? რატო ვერ წერ? აი არ დაფიქრებ ხარ ასე? როგორაც ვთქვი, ახლა ლექტორი წარმატებ ბიზნესზე ლაპარაკობს, მეთოდებს გეუბნება, გზებს გეუბნება, თვითონ არაფერი არ აქვს. კრიტიკოსი ყველაფერს გიყვება, როგორ უნდა დაწერო ის სინტაქსირად, იდეა როგორ უნდა გადმოსცეს წიგნში, მაგრამ თვითონ ვერ წერს. ან პოლიტიკოსები, აი ნებისმიერ პარკში რო წახვიდე, სადაც სუფრაზი ან რა ქვია, შეხვდა სადაც ხალხია, ისე განიხილავენ პოლიტიკურ სიტუაციებს, ვფიქრობ ეს რა კაი რაღაცებს ამბობს, მაგრამ მე უცბად დაფიქრდები, ეს ასეთი ჭკვიანი და ასეთი მაგარი ხარ, რატო არა ხარ პოლიტიკაში, რატო არა ხარ წარმატებული, ხო? აქ თუ შენ სუფრაზე ძალიან მაგარი ხარ და ყველაფერი იცი, იმას რატო ვერ ანხორციელებ? და არ მინდა ეხლა მეც აი ასეთი კითხვა დაისვა ჩემს მიმართ, მაგრამ ჩვენ როგორ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის რეალობა, ანალიზი და ჩემი ცხოვრების მაგალითებიდან, თუმცა მეც ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, რომ ბევრი რაღაცა მაქვს ნანახი, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ მეგობრებო,
როცა განიხილავ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიას, თითქმის ყველასი ბიოგრაფია არის ერთნაირი. ეხლა მე იმას არ ვიზახი, იყო ღარიბი, იყო პური არ ქონდა რაღაცები, მაგრამ საერთო ჯამში წარმატებას რო აღწევენ, ყველას აქვს ერთი ფორმულა წარმატების, რომელიც აი მე რა ხარი ამოვარდა. უცბად არ მოველოდი. მოდა. ხო, წარმატების ფორმულა არის როგორ გითხრათ, საერთო ჯამში ყველა ახერხებს იმ ჰარმონიული სიტუაციის შექმნას. კი, შეიძლება ასაკის შუა რიცხვებში, ან შეიძლება უკვე ასაკში რო შედიხარ მაშინ, მაგრამ ყველას ყავს ვიღაცა მასწავლებელი. მასწავლებელი შეიძლება მშობელი არ იყოს, შეიძლება ახლობელი ის არ იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება ან ბაბუა, ან ასაკოვანი ადამიანი, უბანში მაცხოვრებელი, ან ვიღაცა, რომელისგანაც ეს ახალგაზრდა ადამიანი რო იზრდება, იმისგან იღებს მაგალითებს. და რა მაგალითებია ეს? უყურეთ, ადამიანი, რომელიც ასაკში მიდის, უკვე ცხოვრებისეული გამოცდილება, უკვე ბევრი რაღაცა ნანახი აქვს ცხოვრებაში, უკვე დასკვნების გამოტანა შეუძლია, უკვე შეიძლება შეცდომებით არ დაუშვას, მაგრამ უკვე ასაკი ხელს არ უწყობს და მთელი ეს თავისი ცოდნა და ეს რაღაცა გამოცდილება გადააქვს იმ პატარა მეგობართან, შვილიშვილის სახით იქნება, ან პატარა მეზობლის შვილი იქნება, ან ვიღაცა სოფლელი და ამ თავის გამოცდილებას უზიარებს იმ ახალგაზრდა თაობას. აი გადახედეთ, ახლა ხო ამერიკაში ვარ, აი ფორდი ხო, ამხელა მილიონერი იყო, მაგრამ მისი შვილი არ ვარგოდა, მაგრამ შვილიშვილი მაგარი იყო ფინანსურ ამბებში. როკფელერების აი პირველი ჯონ როკფელერი იყო, ვაფშე ხო ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ შვილი არ ვარგოდა, მაგრამ შვილიშვილები ძლიერები იყვნენ. და ძალიან ბევრი მაგალითებია ასე და ყველას ასეთი რაღაცა აქვს, რომ უყურეთ ადამიანი რაღაც წარმატებას აღწევს და ჩართულია იმ წარმატების განხორციელებაში, მოძრაობაშია, შვილოს ყურადღებას არ აქცევენო რა. და მე უკვე ასაკში რომ მიდის, უკვე კარგად რო გაანალიზებს, უკვე ვაიმე შვილი კაი, შვილმა ვერ გაქაჩა, თავის საქმე ვერ გააგრძელა, მაგრამ შვილიშვილი და ამიტომ ბაბუა და ბებია და ეს უფროსი თაობა ზრუნავენ შვილიშვილზე. ზრუნავენ ახლა აი რას ვიძახი, აი სულიერ განათლებას და გამოცდილებას უზიარებს. და რა გამოცდილება ესა, რომ უკვე აი მე მაგალითად ახლა ჩემ ამბავზეც ვიტყვი, ახალგაზრდა რო ვიყავი, ხან ერთ ბიზნესში ვიყავი, ხან მეორეში, ხან ისა, ხან გამომდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ასაკში რო უახლოვდები, ახლა ის შეცდომები რაც მაშინ მომდიოდა, ალბათ ახალგაზრდა რო დავიწყო, უკვე აღარ გავაკეთებ მაგას, მაგრამ უკვე გვიანიც არის და ამიტომ გვიანი შეიძლება არც არის, არ ვიცი როგორ განვახორციელებთ, მაგრამ ყოველთვის სურვილი მექნება, რომ ჩემ შვილიშვილი და შვილებს უკვე გაუზიარო და მე ვუთხრა ის რაც არის და მე თვითონ და განსაზღვრო და თუ მკითხავს და მე სწორგზაზე დადგება, რა ჯობია ამას. მაგრამ მე აი ზოგად ფორმულას ვიძახი და ამიტომაც ახლა იმ ლექტორის იმაში არ მინდა ჩავარდე, რომ მე დამცინო შენ თუ ამდენი რაღაცა ეცი შერას გავხარო და როგორ ახარო, მაგრამ მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს, მე უბრალოდ იმ ანალიზებს შემოგთავაზებთ, რაც მე მიფიქრია, რასაც ჩვენ ვფიქრობ და რასაც განვახორციელებთ. ახლა ჯერ თქვათ ისიც არა ვარ, რა ქვია, ძალიან ასაკში რომ უკვე იმაზე ვიფიქრობ, მაგრამ გამოვა, არ გამოვა და ნუ ყოველ შემთხვევაში სათქმეს ვიტყვით და მე ბედნიერი და გახარებული ვიქნები თუ ჩემს სათქმეს ადამიანები გაიგებენ და მე ჩვენ ბევრჯერ გვითქია რომ ეს არხი თუ სასარგებლო იქნება ჩვენი მშენელისთვის, რა ვიცი, ალბათ საქმე იქნება გაკეთებული. ეხლა მეგობრებო, ეს თემები წინა რამდენჯერმეც არხში ნათქვამი, მაგრამ საიდან მოდის ეს თემები? მოდის თქვენგან, იმიტომ რომ ეხლა ამ თემაზეც იმ დღეს დამიკავშირდა ერთი ჩვენი მაყურებელი და აი თავის ამბები მომიყვა წარმატებებს როგორ მივასწიო შენ როგორ ასე და აი მეც ახლა გაგიზიარებთ წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს და ძირითად ფორმულას ვიტყვი, რომელიც ყველა იმაში ჯდება, სიყვარულში, ბიზნესში, მეგობრობაში, ყველაფერში და მე წეღანაც რო თქვი, ახლა ვილაპარაკებ ზოგადად და მე ალბათ კიდევ განვავცოთ, ნახოთ როგორი კომენტარები იქნება და მე თქვა ამ ფორმატში როგორც ახლა ვართ, ან მე სადმე დავждები და უფრო წყნარ სიტუაციაში უფრო განვავცოთ, მაგრამ ამჟამად შევეცდები ჩემი სათქმელი თქვა
წარმატების შესახებ. საწყისი და საწყისი ალბათ ისევ ღმერთია და უფალი რაც გვეუბნება პირველი მთავარი არსი შეიცანი თავი შენი. ამ სიტყვას ბევრი ვერ გებულობს, როგორ შეიცანის თავი შენი და აი მანდარი მთელი ისა შეიცანი ჩემთან ერთად უფალი გეუბნება, შეიცანის მარადისობა და ის აწყმო, რომელიც ეხლა არის. ჩვენ გახსოვთ წინა იმაზეც ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ადამიანები ძირითადად ფიქრობენ წარსულზე და მომავალზე. და აწყმო ისე აქვს რა, ვითომ არ მიაჩნია და ის მარადიულ ღირებულებებს უნდა მიუდგე და ის უნდა შეიცნო შენში. და როცა შეიცნო, უკვე მერე იწყებ რომ გაანალიზებ იმ აწყმო და მარადისობას, მერე უკვე შეცდომებს აღარ უშვებ. და როდესაც შენ მომავალზე და წარსულზე ფიქრობ და ადარებ ერთმანეთს და ცდილობ ის წარსულში რაც მოხდა მომავალში არ მოხდეს, მერე ამაზე ღელა რაღაცაზე ხარ მიბუნი, რაღაცაზე ხარ მიჯაჭვული და შენ კარგავ შენ მეობას, შენ იმას რაც ხარ. შენ გინდა რაღაც უკეთესი იყო, გააკეთო წინსვლა და ცდილობ შენი მეობა დაკარგო, შენი არსი და გახდე ისეთი, რომ გონია რომ ისეთი თუ გახდები და ვიღაცის ნალაპარაკები და ვიღაცის მაგალითი შენთვის დაივიწყებ შენ მეობას და ისეთი გახდები როგორც ის არის და გონია რომ წარმატებას მიაღწევ და ой საოცრება თურმე მასეც არ ყოფილა. ეხლა ამას მე ყველაფერს ჩამოგიყალიბებთ. რა თქმა უნდა, ადამიანი ყველა ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და აღზრდასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბავშვი, აი როგორ არის, ჩვენ ყველა ბავშვებს აი ესეთი უნდა იყო, ისეთი უნდა იყო, ასეთი უნდა იყო. კი, რა თქმა უნდა, მაგალითები უნდა აჩვენო, მაგრამ ჩვენ გავიწყდება, რომ შენ რა ხარ, როგორი ხარ, იმას არ ვეუბნებით. ეხლა ბუნებრივია ჩვენ 90%, 95% ყველა ჩვენი ისა გვაქვს, ხო? საერთო გვაქვს, მაგრამ 5-10% განსხვავებული გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აღზრდის დროს, რომ ის განსხვავებულება კი არ გაუნვითარო და გაუძლოთ, არამედ დაუკარგო და ვეუბნებთ, აი ესეთი იყავი, შვილო, აი იმას მიბაძე, ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს გააკეთე, ამ დროს ვერ აკეთებს ბავშვი იმას. ეხლა მე თუ ჩემი ბავშვი მაგალითად მათემატიკას ვერ სწავლობს და არის, რა ქვია, ხუმანი ლიტერატურაში მაგარი და არა მე მაინც მშობელი ბავშვებია, აი მათემატიკა ისწავლე, იმიტომ რომ ხო ხედა იმა მათემატიკა ისწავლა საწავი და იმენ კომპიუტერი ისწავლა, საწავი და როგორ მიაღწია, ბერი ფული გააკეთა, წარმატებულია, მაგრამ იმ ბავშვს არ შეუძლია, იმ ბავშვს შეუძლია ხატოს, იმ ბავშვს შეუძლია იმღეროს, არა მშობელი ეუბნება ის გააკეთე, რა თქმა უნდა მე სიმღერა, რა თქმა უნდა. ესე იგი რისკენ მიმყავს საუბარი, რომ მშობელი უკვე ბავშვს როგორ გითხრათ ცდილობს გახადოს ის კი არა რაც ის არის თვითონ ბავშვი, არამედ ის რაც სხვა არის და ამიტომ აი ის შეასეთო, შეისეთო, ის რა კარგია, შენ რა ცუდი ხარ და უკვე ბავშვი ძალაუნებრივად კარგავს თავის მეობას და სულ იმის იზმენებში რომ აი ესა და თავისი მეობა დაკარგულია. კარგავს თავის მეობას, თავის თავზე არ ფიქრობს და ცდილობს ყოველთვის იყოს ისეთი, რასაც ეტყვიან მშობლის სახით, მერე სკოლის სახით, მერე ვიღაცის სახით და სულ ვიღაცის მიმბაძველი, ესე იგი ვიღაცაზეა მიჯაჭვული, ესე იგი თავის დამოუკიდებელი არ არის რა. ეხლა მე იმას კი არ ვიცახე, ის მაგალითები არ უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა იცოდეს ბევრი მაგალითები, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ბავშვი კარგავს თავის მეობას. ეს ბავშვობა გადადის მერე მოზარდობა დიდობაში და ადამიანები არიან, რომელიც თავის თავს ვერ პოულობენ, საფლავამდე ისე მივა, რომ თავის არ აქვს ნაპოვნი და სულ მოდის და სულ რაღაცის ძიებაშია და საბოლოო ჯამში ვერ პოულობს თავის ძიებაში და რაღაცა გამოდის. თუმცა აი ამ ძიებაში იყო, აი ხა ლევ ტოლსტოი, ხო? ამხელა კლასიკოსი მწერალია, რამდენი წიგნები აქვს დაწერილი და რამდენი რაღაცეები, მაგრამ მის ბიოგრაფიას თუ გაეცნობით, სულ მთელი ცხოვრობდა ეძებდა თავის შემეცნებაში იყო, ახალგაზრდობაში ჯერ მასე ხო მდიდარი იყო, ჯარისკაცი იყო, სამხედრო იმაში და საბოლოო ჯამში ისე დაიკარგა, რომ გონი 90 წლის, 85 წლის და აი საერთოდ სახლიდან წავიდა და რაღაც უაზრობად დაამთავრა და თქვენ იცით ხო, მე რელიგიასაც დაუპირისპირდა, ყველას დაუპირისპირდა და საერთოდ ჯამში კი ამდენი წიგნები დაწერა, ამდენის გააკეთა, მაგრამ
თავისი თავი საბოლოო ჯამში ვერ იპოვა და სულ რაღაცნაირად უკმაყოფილო იყო. თუმცა ეხლა მე მეტყვით კაც როგორ იყო უკმაყოფილო ამხელა წარმატებას მიაღწია, მაგრამ მე ეს მაგალითი მოვიყვანო, რომ იმას თავის თავი მაინც ვერ იპოვა. თუმცა შეიძლება ეხლა იმ ძიებაში და იმ პროცესში რო იყო ამდენი კაი ნაწარმოები დატოვა. თუმცა აი ეხლა რო ავიღოთ დოსტოევსკი ეძმა დოსტოევსკი უფრო ბედნიერი იყო, დოსტოევსკი ყველაფერზე პასუხობდა გაცემული, მაგრამ ლევ ტოლსტოის კითხვებს ვერ პოულობ, იმიტომ ის სულ ძიებაშია და მე პირადად არ ვიცი, აბა ცხებიც დამეთანხმებია, მე პირადად ყოველთვის ლევ ტოლსტოის ვამჯობინებ დოსტოევსკის, ნუ დოსტოევსკი იცოდა რა უნდოდა და რისკენ მიესწრაფოდა და ლევ ტოლსტოიმ აი სულ ძიებაში იყო და საბოლოო ჯამში ნუ ესე ჩემი პირადი აზრია და რისკენ მიმყავს საუბარი, რომ ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი თავი და უნდა აჩვენოს ის რაც არის და ისე უნდა მიგიღონ რაც ახარ. აი მასინ ახარ უკვე ნორმალური და ამასაც ახლა განავცობ. ეს მაგალითი, აი კაი მაგალითია, ყვარულის ამბავი. აი ბიჭები არიან ხო, ეხლა ბიჭი ვიღაცა გოგო დაინახა, მოეწონა და აწონებს თავს. მაგრამ ბიჭო არ გამოსდის, ეს ყველანაირად ცდილობს, აკეთებს და მე საბოლოო ჯამში გოგო ეუბნება, იცი შენ კაი ბიჭი ხარ, მაგრამ მოდი რა ჩვენ ურთიერთობა არ გამოგვივა. რატომ მეგობრებო და ალბათ ბევრი დამეთანხმები და ალბათ გოგოები და მანდილოსნები, იმიტომ რომ მე რო ვარ აკაკი გეგენავა, ხო, მე მაგ ასეთი ვთქვათ აღნაგობა რაღაცა, მაგრამ მე რაც შემიძლია აი მინდა ეხლა მე გოგოს მოვაწონო ჩემი თავი. აუ მე ვიწყებ, აი მე ვარ მათემატიკოსი, მე ვარ ჭკვიანი, მე ვარ ღონიერი, მე ვარ მუსიკოსი, აი და ამას ვაჩვენებ იმ ჩემ გოგოს ვაჩვენებ ჩემ თავს, მაგრამ ის გოგო ხდება რომ რაღაც ვიტყუები გახსოვთ ტყუიზე და ის მართალი არა ვარ და ამიტომ ის დისკომფორტი ექნება. და ეს შენ კიდე ბიჭია, კიდე კაჩა, აი მე ასეთი ვარ, ისეთი ვარ, მაგრამ ის ტყუილია და საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ აი სიყვარულის ამბავში უნდა იყო ის რაც ახარ. და მე აი არ ეხომე ოჯახებს ქმნიან ხოლმე, იმდენი იტრიალა, მაინც მოიყვანა ცოლად, ის ცოლი და მაინც მე ოჯახი მაინც ენგრევათ. მაგალითად ხო, აი ბიჭი ხო კარგი იყო და ცდილობდა და ნუ გოგო კაი შეეცოდა და გაყვა. მე ბავში გაჩნდა, მე ისა და მაინც ურთიერთობაში ის დისკომფორტი იქნება, იმიტომ რომ ქმარსა და ცოლს შორის, იმიტომ რომ ის ქმარი არ არის, ის ბიჭი არ არის, ის ნამდვილი სახე და მე უკითხომე რატო შორდებიან ერთმანეთს წვილები. მე არის ბავშვები ჩნდება, მე ბავშვების გულისთვის ერთმანეთს ითმენენ, ბავშვების გულისთვის ამას აკეთებენ და ნუ ცხოვრება არის ტანჯვა, მე 10-15 წლის შემდეგ ხდებიან რომ უნდა დაშორდნენ. ესე იგი, ისე თქმა მინდა რომ ვისი ბრალია და იმ ბიჭის ბრალია, იმიტომ რომ მე თუ ასეთი ვარ, როგორიც ვარ და გოგომ თუ დაინახა და ისეთი მოვეწონე როგორიც დაინახა ის როგორიც ვარ, ის ურთიერთობა უფრო მყარია, უფრო ნაღდია და თბილად მიდის და შენ თუ იქ თამაშობ და იქ რაღაცებს აკეთებ ის აი ხო ხდებით რა, ამიტომ ესე იგი იმ ბიჭის ამბავი ახლა ჩემ ამბავზე რო თქვი, შენ უნდა იყო ის რაც ახარ და მე ის რაც ახარ იმ გოგოც როგორიც ხარ ისე შეგიყვარებს და შენც ისეთი უნდა შეიყვარ როგორიც არის, მაგრამ თუ დაიწყე ეს ფლირტაობა, იმის ნახვა, ამის ჩვენება და არასწორი ისა არა მგონია ეს სწორი იყოს. აი ხა ჩვენ ამერიკაში ვარ და მე ამერიკაში შემიმჩნევია, სამწუხაროდ ეხა ბევრ იმერთან არა ვარ, მაგრამ აი როგორ იქნება ოჯახები ახლა. შეიძლება ზოგს მოეწონოს, არ მოეწონოს, მაგრამ როგორ არის ხო? აი ცოლი უნდა მოიყვანო და აი ეს უნდა აჩვენო რაც არ ახარ, იმაზე უფრო მეტი უნდა იყო და ამერიკაში აქ არ არის. აი მაგალითად ბიჭ მოეწონა გოგო და მეუბნება, პირდაპირ ეუბნება, იცი აი მე თქვენ მომეწონე და მოდი გავიცნოთ ერთმანეთს. ჩვენთან ასე ხო არ ხდება, ჯერ აქიდან უტრიალე, მე აქიდან ფლირტაობა ქვია მაგას, მაგრამ რა ვიცი, არ არის სწორი. ეხლა ზოგს ეს მოსწონს, არ მოხსოვს, ეხლა ზოგიერთ გოგომ შეიძლება თქვას, კაცო, მე სიამოვნოს რომ ჩემზე კაი რაღაცებს ლაპარაკობენ და ის რაღაცა ბიჭი ცდილობს გამოამჟღავნოს ჩემი, რა ქვია, თავისი მაგარი თვისებები, მაგრამ რეალობაზე საქმეს რომ მივიდეს, ის მაგარი რაღაცა ზღაპრები და ვარდისფრად რასაც ლაპარაკობდა, მე უკვე რეალურ ცხოვრებაში რო გადადიან, უკვე რასაც ელოდები, რუსულად რაზაჩირავანი, ანუ გული გეთანაღრება და ურთიერთობა
ვერ ნარჩუნდება. ეს აი ამ სიყვარულზე ვამბობდი. ძალიან მარტივია, რომ იყო ის, რაც ახარ. იყო ის, ვინც ახარ. და ეხლა მიმდინარე პროცესებში უფრო ადვილია რა. ეხლა მე რო ვდგარ 200 კილოგრამს ავწევ, ხო? ამ საქმეს რომ მივიდე, ხო ვერ ავწევ 200 კილოს, ავწევ შეიძლება 20 კილო, 30 კილო ავწიო, ხო? ამიტომ ისევ ტყუიზია დამყარებული ეს თამაში არავის არ უნდა. ეხლა მე ჩვენ განვიხილეთ სიყვარულის ამბავი და იგივეა ბიზნესებშიც, იგივეა ურთიერთობებშიც, აი მაგალითად ყველა ბიზნესმენს, აი ვინც კი წარმატებული ბიზნესმენია, ყველას ყავს ძალიან მაგარი გუნდი. რაღაცა იდეას რო ახორციელებ, აი ერთგული კი არ არის, მანდ არის რომ იმ გუნდში ყველაფერი იცის ვინ არის. და ბიზნესმენი და წარმოებელი, წარმატებული ადამიანი, აი ესეთ ადამიანებს ირჩევს, იმას არ უნდა ეხლა ისეთი ადამიანი აირჩიოს გვერდზე, ვინც თამაშს დაუწყობს და აი ბირთვი 3, 4, 5 კაცი აქციების და იმეების სახით აი ერთგულები და აი ესეთი ღია თამაშით ძალიან ძლიერები არიან. ესე იგი, ყველა არის ის, რაც არის. ეხლა მე რო ყავს პარტნიორი, მე ვიცი რომ ჩემი პარტნიორი უყვარს ცოტა ფლეგმანტია, ცოტა ძილი უყვარს. მე ეს ვიცი. მაგრამ იმან რომ მომაჩვენოს თავიცი, აი ძილიკა ოჩაღია, არა ფლეგმანტი, რაღაცა, კი, ვითომ თავიდან მომეწონება, მაგრამ საქმეთან მიმდინარეობის დროს მე დავინახო რომ ის მეთამაშება. ამიტომ მე მაგასთან კაი ურთიერთობა, არა, კაი ახლა თავში კი არ ჩავარტყა და რაღაცა, მაგრამ აი ეს ღია ურთიერთობა არ წავა. ამიტომ მე მიჩვენია ის ჩემ გვერდზე ვინც არის, ვიცოდე რა არის, რას წარმოადგენს, რის შესაძლებლობები აქვს, რა უნდა გააკეთო და როგორ შეუძლია და მე უკვე ბიზნესური ამბებით ეს ყველაფერი ნორმალურად მიდის. ეხლა ზოგი მეტყვის რომ ესე იგი შერაგინდა აკა თქვა რომ ყველაფერში პირდაპირ უნდა იყო ასე ნაჯახი ვიტყვი. არა საერთო ჯამში ალბათ მასეც უნდა იყო, მაგრამ ფორმას აქვს. მაგრამ მე ვიზახე შინაგან ურთიერთობებში, ესე იგი გინდა ოჯახში, ნათესავებში, ბირთვში ვისთანაც მუშაობ, ვისთანაც წარმატებას აღწევ, ეს უნდა ყავდეს ისეთი ხალხი, ვისთანაც იცი, ვინ რა როგორ სუნთქავს, აი ეს უხეშა და იმათ ვამბობ. და ამიტომაც ჩვენც უნდა ვიყოთ ისეთები, რაც ვართ და ბუნებამ როგორც გაგვაჩინა. ეხლა რანაირად, აი მაგათად, აი ხა გოგოები რო თხოვდებიან, მაგათად ეხლა ოჯახში იზრდებოდა და მამა ყავს ლოთი, იქ დედას ეჭხუებოდა, ისა ჰაი-ჰუი და იმ გოგოს უნითარდება რაღაცნაირი ატრაშენია, რაღაც უარყოფითი ის ემართება რა. იმიტომ ასე გაიზარდა. და ამიტომ ყოველთვის ცდილობს რომ ისეთი კაცი აერჩიოს, რომელიც ამ მამამისის იმას ანტიპოდი იქნება. ან პირიქით ძალიან მაგარი მამა ყავს, შრომელი, ვაშკაცი, დამტყმელი რაღაცები და მამა ყავს იდეალური და ამ დროს ვიღაცა ბიჭრო ხდება, ის არ აკმაყოფილებს იმ მამის იმას და კონფლიქტი ემართება და ამ დროს ბიჭმა რა უნდა ქნას, ეს უნდა შეამჩნიოს, რომ იმ გოგოს ის მამა ყავს რეალურად ასახული და რეალური და ამიტომ შენ თუ ისე მამასავით გინდა გახდე, შეიძლება ვერ გააკეთო, იმ ახალგაზრდა ბიჭმა ვერ გახდე ის მამასავით, მაგრამ შენ თუ ის იქნები რაც ახლა და გოგომ ასეთი აკირჩია, ჩათვალეთო წარმატება იქნება და ის ოჯახი იქნება ბედნიერი. და აი ესეა ბიზნესშიც, რა ხო ხდებით, აი უნდა იყო ის რაც ახლა და მე უკვე მიმდინარე პრობლემებსაც უკვე ადვილად გადაჭრა. მეგობრებო, კალიფორნიაში შევდივარ და აი ესე თქვი ეს სათქმელი თქვი, ესე იგი შენ უნდა იყო, ესე იგი წარმატების საფუძველი არის, უნდა იყო ის რაც ახარ. და ღმერთის გეუბნება, შეიცანი შენი თავი, შენ გეცოდინება შენ ვინ ხარ, რა ხარ და რისი შესაძლებლობები გაქვს, ის უნდა გააკეთო. აქედან გამოდიოდნენ, აქედან მოდის წარმატება. არ ვიცი მეგობრებო, ეხლა რამდენად აგიხსენით ეს, როგორ აგიხსენით და მე კომენტარებს შეიძლება რთულად ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ისეთი ზღვა თემაა, რომ ჩვენ ამაზე საუბარი მოგვიწევს და მე უფრო აკადემიურად ჩამოგიყალიბებ. მე ჩემ სტილში ვარ და ისე და ისე წარმატებას მივახციოთ, უნდა ვიყოთ ის, რაცა ვართ. და აქედან გამომდინარე მე უნდა ვიმოქმედოთ. გონი სათქმელი თქვი არა მეგობრებო. კარგით, ალბათ დაგემშვიდობებით, მე სხვა თემებზეც ვილაპარაკოთ და
განვარცოთ, მაგრამ აპატიეთ შეიძლება ცოტა არეულად თავს კი, მაგრამ გონი სათქმელი თქვი და უბრალოდ გაგიზიარეთ ჩემი აზრი, რომელიც ამ სტეპებში და მალებში მიწევს ხოლმე. აბა, კარგად მეგობრებო, ყველას წარმატებები, ყველას ბედნიერება, სიხარული და წარმატებები, მაგრამ წარმატების მთავარი ფორმულა მე არ ვიცი, გინდა ისე თქვი, გინდეს არის ჰარმონია და ერთმანეთს გაუთხიდეთ და ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერ შეიძლება ადამიანს ვერ ეწყობოდეს მისი გემოვნება არ გეწვის, არ ეთანხმებოდეს შენ გემოვნებას, მაგრამ შენ ვცდილობ, რომ ის ჰარმონიული შვიდი სიტუაცია შეინარჩუნო. წარმატებები, ბედნიერება და კარგი ამბები. მომავალ შეხვედრამდე.